უცებოსული პოპულარობა, რომელიც მაშინ მგზავრებს თავს დაგატყდათ. შეგცვალა, იმოქმედა შენზე. რო ჩამკეტა ალბათ მე ესე ვიტყოდი. ადამიანები, რომლებიც მანამდე ვთქვათ, ესე ჩაოლებრივად ურთიერთობა ქონდა, რაღაცა უფრო მეტი ყურადღება რო გამოიცინეს ჩემ მიმართ. ჩორეული ნაცნობები რო გამოდიოდნენ კონტაქტზე, რომ ხო გახსოვარ გიგი, ხო, რაღაცა და აი წამოდი და გიტარა წამოიღე. ვთქვათ, აი ეს იყო ყველაზე საშინელება ჩემთვის, რომ რაღაცა რო დამირეკავდნენ ხოლმე ისე რა ნაცნობი ადამიანები, რომელიც არ დამირეკავდნენ ალბათ, რომ სიმღერები არ გვემღერა. მირეკავდნენ ხოლმე, აი წამოდი და გიტარა წამოიღე, ესე ძალიან ბრაზდებოდი ხოლმე, რომ არ მიდიოდი. არა, ხო მე არ მივდიოდი, მე ბავშვი ვიყავი ძალიან და არაფერზე არ ვამბობდი ხოლმე რაღაცებზე, არაფერზე უარს. ინტერვიუებზე, რაღაც ყველა გადაცემებზე, რაღაცეებზე და მივხვდი, რომ ძალიან ვიყავი ბევრი. ჩემივე თავმა გამაღიზიანა, იმდენად ყველა ფერში რაღაცაში ვიყავი და სხვა შორის მაშინ წამოვიდა ძალიან დიდი აგრესია ჩვენ მიმართ. მახსოვს Facebook-ზე რაღაც გვერდებით შეიქმნა უკვე, იმიტომ იმდენად ბევრი ვიყავით. ყველგან ისმოდა ჩვენი სიმღერები, რაღაც რადიოებში დავდიოდით, იქ დავდიოდით, მე უცებ ლოტოს საყვანა დავიწყე ხვდები, ანუ ტიპა როგორ დაიწყო რაღაც გაღიზიანება, რომ მე მესმის იმ ადამიანების. აბსოლუტურად მესმის და მახსოვს მაშინ გავაუქმე პირველად 2000 რომელი წელი იყო, 10 წელი იყო, რომ გავაუქმე ახლად შექმნილი Facebook-ი, იმიტომ რომ დღემდე არ შევდივარ უბრალოდ. რატო გავუქმე? რამე წერილები ხვდა? წერილებიც მოდიოდა უკვე ადამიანებისგან, რომ აი წერიდან ვიღაცეები, რომ აი შეგვეშვიო რა, აი თავი გაგვანებეო. ხო, მაგრამ ამის პარალელურად ძალიან ბევრ ადამიანს უყვარდი, ძალიან ბევრს მოწონდა მუსიკა. ხო, მაგრამ სამწუხაროდ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც კარგს უსმენს ხოლმე რა. არ ვიცი რატომღაც ესე ვარ მოწყობილი, რომ ძალიან ბევრჯერ რაღაცებზე გაბრაზებულა ხალხი. სამართლიანადაც არ ვიცი უსამართლოდაც არ ვიცი, ვერ ვიტყვი ეგრე რა. ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება და ხო, მაგრამ ეს ყველაფერი ხო მოქმედებს შენზე. ხო, ძალიან. გიფიქრია, რომ იქნება არც ღირდა ეს ყველაფერი და საერთოდ დაწყებაც. ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ ეს შემოტევები იყო ყველაზე დიდი დოზით, როდესაც 9 აპრილს იყო კონცერტი მოსკოვში. ადამიანები ჯერ არ იცოდნენ რა ხდებოდა და мит უმეტეს ის სიტყვა არ იცოდნენ, რომელსაც შენ იტყოდი სცენიდან. კი. 1989 году вот в начале апреля начались митинги за независимость Грузии. И вся наша семья тогда была там. Моя и ребят тоже. И 8 вечера сказали людям, что придет армия и вас разгромит. Прямо на митинге сказали. И они сказали, что нет, мы останемся. И они остались, пришла армия, и очень многие погибли за идею грузинской независимости. И сегодня, вот этот день, 27 лет прошло. Друзья, почтем память героев. Отправим наше сочувствие, нашу любовь Тбилиси, Грузии и минуты молчания, с вашего позволения. 9 აპრილი უბრალოდ დაიმთხვა ამ კონცერტის თარიღად? შემთხვევით. ანუ შემთხვევით დაემთხვა, იყო ტური, აპრილის ტური და მაშინ ძალიან ბევრს დავდიოდით და ნუ ეხა ბოლო მოვლენებამდე და ეხა რა თქმა უნდა არ დავუყურებთ. მაშინ იყო აპრილის ტური და თორსტევი ქონდა 15 კონცერტი აპრილში. თქვათ რაღაცა 2-ში, 3-ში, 5-ში, 6-ში, 9-ში, 12-ში და ნუ ესე რაღაცნაირად ჯერ გამორჩა ადამიანებს და უკვე რომ დაიწყო ეს ტალღა, შევხვდით ერთმანეთს და ვთქვით რომ მოდიო რა, უბრალოდ ხო შეიძლება ადამიანმა დაუკრას 9 აპრილს, რა თქმა უნდა შეიძლება. პირიქით გავიდეთ და ვთქვათ ჩვენი სათქმელი რომ რა იყო, როგორ იყო, რა გვაწუხებს და ასე შემდეგ და წუთიერი დუმინის პატივი მივაგოთ. და უსამართლობის განცდა მქონდა, როცა ეხლა დაიწყო ომი, ჩვენ მქონდა დაგეგმილი ტური, მაგრამ ერთი თვე იყო გასული და იქ ორგანიზატორები აბრუნებდნენ, არ ვიცი, ფულს აბრუნებდნენ, რაღაცა შვებოდნენ. და ფაქტია, რომ ჩვენ არც წასვლას არ ვაპირებდით რა. ანუ რუსეთში იყო ტური დანიშნული თუ უკრაინაში? ხო, ჯერ უკრაინაში და მე რუსეთში. 20 კონცერტი ქონდა თუ არ ვცდები და ერთ-ერთმა იმ 20 კონცერტიდან სანამ ფულს დააბრუნებდნენ და რაღაცებს გაარკვევდნენ, დაწერა რომ მგზავრების კონცერტი გადაიდო. ხო. და მაგაზე ააგორეს, რომ აი ესე იგი მგზავრებმა კონცერტი გადადეს, ესე იგი იქ აპირებენ ალბათ წასვლას, კიდე წავლენ. თან ისეთმა ადამიანებმა და ისეთმა ახლობელმა ახლობელმა არ ახლობელ ის ადამიანები, რომლებიც ისეთმა თქვა ტელევიზიებმა, რომელთანაც დილით ვიყავი, ჩემეცოლმა გააკეთა უკრაინის მხარდამჭერი ის Faces from Georgia. და ის ხალხი მოვიდა, იქ ვიყავით, მეც გადაღებული რომ უკრაინის დროშებით და რაღაცა და საღამოს იწყებენ ეგეთ რაღაცას. ცოტა ეგ არ მესიამოვნა, იმიტომ რომ აშკარად ყველა იცოდა ჩვენი დამოკიდებულება ომის მიმართ, იცოდა უკრაინის მხარეს რომ ვიჭერთ და რომ გიждდებით უკრაინაზე და როგორ შეიძლება რომ
სხვანაირად იყოს და ყველამ იცოდა ალბათ თუ არ იცოდნენ შეიძლება უბრალოდ ეკითხათ და დაერეკათ და ეკითხათ რომ გიგი აპირებთ წასვლას? კი არა და ხო ვიცი რომ ამიდიხარ რომ გადაიდო რაც შეიძლება გადაიდო და ვეტყოდი რომ ეს დაწერეს იმათმა და არ ვიცი რატო დაწერეს ფაქტია რომ ჩვენ არცად წასვლას არ ვაპირებთ და არსად არ მივდივართ. და პასუხი გაეცი თუ არ ჩათვალე საჭიროდ? არასდროს არ ვცნობ ხოლმე პასუხს რა. ჩემი და არის ხოლმე მაგაზე ჩემი და ნინი უფრო ემოციური ხო? ემოციურია და სულ ერთმანეთს ხოლმე და სულ ჩემ იმაში არის აი ადრეც აი 1 9 აპრილის ამბავი იყო. მაშინ ვეხვეწებოდი ჩემს რომ მეუთხარი არაფერი არ ძალიან გთხოვ არავისთან პოლემიკაში არ შეხვიდე. ნუ აიც არ დამიჯერა და რაღაცები დაწერა მე რაღაცები. თუმცა ბოდიშიც მოგიხადეს მე რამდენიმე ადამიანმა. კი, სხვათა შორის და მე მართლა მადლობელი ვარ ამ ადამიანების